ეს არის მსოფლიო დონის ადამიანი და ამიტომ დაიწყო საზოგადოება ფუნქციონირება მისი სახელის პოპულარიზაციისთვის და ასევე ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ალექსანდრე ქართველის სახელის უკვდავ სახობად საქართველოში ხელი შეუწყოთ ავიაციის განვითარებას და კერძოდ სამხედრო ავიაციის განვითარებას და ეს პროცესი დაწყებული გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. აბიძის ქუჩაზე არის მისაცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გახსნილი და მორიგი ჩვენი ღონისძიება ჩვენი საკრებულო სახელით გვინდა რომ ავიაციო ქარხანასთან მიმდებარე სკვერს დაერქვას ალექსანდრე ქართველის სახით. შეტაკებები თურქეთში და მიგრანტთა ბედი ევროპაში ამ და სხვა სიახლეებით ბრუნდებით რეკლამის შემდეგ ასე რომ არ გადაართოთ. როგორ იქმნება თანამედროვე კერამიკული ნიმუშები? მსოფლიოს ცნობილი კერამიკოსები გუდაურში. შოუს ელემენტები იქნება და პერფორმანსის ელემენტები იქნება ამ ფესტივალზე. საქართველოს საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. კარგია, მომეცეთ. აგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში. საბურთალო. M კვადრატი იპოდრომთან. მალე. M კვადრატი იპოდრომთან 2. გაყიდვები იწყება. სამსაძინებლიანი ბინა დასრულებული რემონტით. კვადრატული მეტრი $863-დან. დაჯავშნე დღესვე. იცხოვრე უკეთესად. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. როგორია იდეალური გათამაშება? პრიზები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ბევრს უნდა ჰქონდეს მოგების შანსი. რამდენჯერმე რომ იგებდა კარგი იქნებოდა. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5x5000, 5x10000, 20000 და 40000 ლარი. ასევე 19000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. ბეტეკის ცებოცემენტი. ახლა უკვე 11 ლარი მთელ საქართველოში. ბეტეკი, გერმანული ტექნოლოგია. შეწუხდით თქვენ სავარცხელზე ზედმეტი თმის დანახვით. ეს აღარ განმეორდება ახალ პანდენ პროვის-თან ერთად. თმის სვენისგან დამცავი კოლექცია. პანდენ პროვის ფორმულა ღრმად აღწევს თმის ძირებში და გვეხმარება 97%-მდე თმის სვენის შემცირებაში. ჩემი თმა თავიდან ბოლომდე ძლიერი და შესამჩნევად ჯანსაღია. დაინახეთ და შეიგრძენით განსხვავება პანდენთან ერთად. პანდენი. დირსიში აქცია გრძელდება. შეიძინე გარემონტებული ბინა დირსის კურსით. $1 უდრის 1.8 ლარს. ყოველთვიური შენატანი $400-დან. დირსი მოლოდინი წემეტი 274-04-04. რთული არ ეცხო არა? დიახ. შენს მაინც თუ დავაგვირდებით არ ზედიკოსთვის იქნება ადვილი მისი გარეცხვა ხომ ასეა? არა, ეს არ არის სიმართლე. სორეცხვის მანქანა გარეცხავს მას. ნეტა ნამდვილად მარტივი იყოს, მაგრამ ასეთ ლაქას განსაკუთრებული ძალის ხმევა სჭირდება. ახალ სარეცხ საშუალებად აიც არ სჭირდება ზედმეტი ძალის ხმევა. წამომღებით. მოდით ვცადოთ. მხოლოდ ერთი ჭიქა საკმარისია. რეცხვა 40 გრადუს ცელსიუსზე აბრეშუმის რეცხვის რეჟიმში. როგორია? კატკატა თეთრი. ყველანაირი კვალის გარეშე. დაიდის ახალი სითხე იდეალური სისუფთავე ერთი მარტივი რეცხვისას. აქცია ჯაბა კრედიტში. ოქროს ლომბარდი 1%, ავტო ლომბარდი 2.5% და ზოგეთ თანხა და მიიღეთ მეტი სარგებელი. ჯაბა კრედიტი, თქვენი საიმედო და მომგებიანი არჩევანი. დაგვიკავშირდით 202 24 24. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე. 2 დაუვიწყარი თვე ბათუმში. მრავალფეროვანი პროგრამა ყოველდღე. ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისათვის. ჩამოდი, გაერთე და ისმენე. ჰიტ ბათუმი 2015. აქ ყოველდღე რაღაც ხდება. საღამოს
გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. კონუყურებთ ქრონიკას 20 საათზე დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპა გარკვეულ გეგმაზე ჩამოყალიბდა. ჟან-კლოდ იუნკერმა ინიციატივა დღეს ევროპარლამენტს გააცნო. ევროკომისიის პრეზიდენტის იდეა ასეთია: თითოეულმა სახელმწიფომ წლის განმავლობაში 120,000 მიგრანტი უნდა შეიფაროს. თუ ინიციატივა დამტკიცდა, შესრულებაც სავალდებულო იქნება. დღეს არსებული სურათით კი მიგრანტთა რაოდენობის დიდი ნაწილი ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანაზე მოდის. დევნილების პირველი ნაკადი დღეს მიიღეს საფრანგეთმა და ესპანეთმა. მიგრანტების კრიზისის თემას დღეს უჩვეულო გაგრძელება ჰქონდა. სკანდალის მთავარი გმირი მედიის წარმომადგენელია, რომელმაც დევნილებს პირდაპირ მნიშვნელობით ფეხი დაუდო. ევროპაში მიგრანტების კრიზისის ისედაც დრამატული კადრები დღეს სკანდალურმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა. უნგრეთში ადგილობრივი ტელეკომპანიის ოპერატორი ჯერ პატარა გოგონას მოექცა უხაშად, შემდეგ კი ფეხი მიგრანტს დაუდო, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა. დაქცეული მამაკაცის გაუგდებულ სახას კი ახლო ხედით იღებდა. ინციდენტი გერმანელმა ოპერატორმა დააფიქსირა და ინტერნეტში გაავრცელა. პეტრუ ლასლო სამსახური